მასწავლებელთა საცერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 18. ელექტროქურის სიმძლავრეა PO, შეკეთებისას მისი სპირალი 20%-ით დაამოკლეს, რის ტოლი გახდა ელექტროქურის სიმძლავრე, ამის შემდეგო ძაბო არ იცვლება და არც წინააღმობის ტემპერატურაზე დამოკიდებულება შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს თავიდან სიმძლავრე P1, ტოლი იყო P-ო, შემდეგ თავიდან სპირალის სიგრძეს პირობითად ვავღებთ L1 უდრის L-ით და რადგანაც გითხრეს რომ სპირალი 20%-ით დაამოკლესო, შესაბამისად L2 დამოკლების შემდეგ გახდებოდა 0.8 L, ხო? კი ბატონო. და გვეკითხებია რის ტოლი გახდა ელექტროქურის სიმძლავრეო, თუ ძაბო არ იცვლებაო. ძაბო პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ერთმანეთის ტოლია და მოდი ეს ორივე 5 აღვნიშნოთ და სიმძლავრეს რა მოვიდა? მოდი ესე იგი P2-ს ვეკითხებიან. რის ტოლი გახდა ეს ჩვენი P2. კარგით, მოდით ახლა პირველ რიგში ჩავწეროთ ძაბო რადგანაც არ გვეცვლება, მოდი სიმძლავრის ეს ფორმულა გამოვიყენოთ. P1 ტოლი იქნება U1-ის კვადრატი შეფარდებული R1-თან, ხოლო P2 ტოლი იქნება U2-ის კვადრატი შეფარდებული R2-თან, ხო? ასე. და P1 მოცემულობით ჩვენ P ტოლათა გვაქვს აღებული და U1 და U2 ერთმანეთის ტოლია და U-ს ტოლია და გავითვალისწინოთ. და აქედან მოდით P2-ს ვეძებთ და P2 გავყოთ, ამიტომ P-ზე ქვედა გავყოთ Z-ს, ერთ სიტყვით. ეს ტოლი იქნება U კვადრატი შეფარდებული R2-თან, გაყოფილი ანუ გამრავლებული P-ს შებრუნებულზე R1 შეფარდებული U კვადრატთან. აქედან U კვადრატები შევკვეცება და ეს ტოლი გამოგვდის R1-ის შეფარდება R2-თან. მაგრამ მეორე მხრივ R1 რის ტოლი არის? R1 ტოლი არის ρ1 L1 შეფარდებული S1-თან, სადაც ρ1 არის კუთრი წინაღობა, L1 არის გამტარის სიგრძე, S1 გამტარის განმკვეთის ფართობი. შესაბამისად R2-ისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი არის ρ2 L2 S2-თან, ხო? ეხლა ელექტროსპირალის გვარობა არ შეიცვლებოდა, დამკლების შემდეგ იგივე სპირალი გვაქვს, შესაბამისად კუთრი წინაღობა იგივე იქნება, ამიტომ ესენი შევეკვეცება. L1 გავითვალისწინოთ, რომ L-ის ტოლი არის და L2 კიდე 0.8 L-ის, ესე იგი აქ ქვემოთ დავწერ 0.8 L-ს, ხო? კი ბატონო, და ესებიც, განმკვეთის ფართობით სპირალის არაფერი არ მოსვლია უგითხრეს, ამიტომ ესენიც ერთმანეთის ტოლია და ესენიც შეგვეკვეცა. ეს L-ებიც შეგვეკვეცა და ეს ტოლი გამოგვდის, რომ ტოლი არის რისი 1 შეფარდებული 0.8-თან. ეს იგივეა რაც 1 გავყოთ 8/10-ზე, ანუ 10 მერვედი გამოგვდის. 10 მერვედი კიდე არის 5/4, ეს კი ტოლი არის 1.25-ის. ანუ P2-ის შეფარდება P-სთან თუ 1.25 გამოგვივიდა, შესაბამისად ვასკვნით, რომ აქედან P2-ის მეორე შემთხვევაში სიმძლავრე ტოლი ყოფილა 1.25 პესი. პასუხი G.